რომი ამას დამალეკი. ხო. მეგობრებო, გამარჯობათ. მოგესალმებით, გადავწყვეტე პირდაპირ ჩაგერთოთ ესე ექსტრენდად. და ძალიან მოკლედ გეტყვით ჩემს საქმეს. მოგეხსენებათ, რომ სტიქია ბობოქრობს დიდთოვლიანობა არის საქართველოს სამ რეგიონში, იმერეთში, გურიაში და აჭარაში. მე როგორც ცხოველთა დამცველი შეძლებისდაგვარად ვეხმარები ქუშის მიუსახარ ცხოველებს ამ რეგიონებში ვაგზავნე შასაკვებს ღებულობ ტრამერებულ და გაყენო ძაღლებს და შეძლებისდაგვარად ჩემი ორგანიზაცია ჩართული არის აი ამ კეთილ საქმეში. პარალელურად ძალიან ბევრი საქმე გვაქვს ჩვენ ცხოველთა დამცველებს საქართველოში, იმიტომ რომ იმდენი ცხოველთმოძული არის ჩემ ქვეყანაში, არა მარტო რიგითი მოქალაქეები, არამედ მთავრობაშიც და ისეთ რაღაცებს აკეთებენ, ამაზე გაჩვენება არ შეიძლება რა თქმა უნდა. მე მოგეხსენებათ, ავიყვანე იურისტების ჯგუფი და მუშაობთ სარჩელზე იმ ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც დარეგისტრირდა სახელი აქვს ესეთი ამასზენი სახელი მაწანწალა ძაღლების გაყვანის სერვისი ჩვენ წარმოიდგინეთ აი ამ სახელს ორგანიზაცია დაერქმევს რა რომელიც ესე იგი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან დებენ ხელშეკრულებას მონაწილეობენ ტენდერში იგებენ ესე იგი აი ამ საეჭვო ტენდერებს იგებენ და მერე მიდიან და იმ ორგანიზაციის ტერიტორიიდან გაყავთ ცხოველები. მოხდა ჩემი დაკავშირება როგორც იქნა ტელეფონის ნომერი მითითებულია მათ ვებგვერდზე 31 მცდელობის შედეგად მივახციე და ვესაუბრე გოგონა იყო გამეცნო კი ბატონო ამ ორგანიზაციის ესე იგი რეცეპშენში რეკავთო და რო გამომკითხე მეთქი რა კი მაგრამ რას უშვებით მეთქი ჯერ ნუ ეს რა არის ეს რა სახელია რა უბედურება ნუ ჩემი სატკივარი უთხარი და მე რო გამომკითხე ხო კაი ჯანდაბას მეთქი ხო რას აკეთებ თქვენი საქმიანობა რითი შემოიფარგლებათ ხო მითხრეს რომ ჩვენ ესე იგი იმ სახელმწიფო ორგანიზაციების ტერიტორიიდან რომლებიც გამოაცხადებენ ტენდერს და ჩვენ ესე იგი ამ ტენდერში ვღებულობთ მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში გავყავსო მიუსაფარი ცხოველები იმ ტერიტორიიდანო და რომ მკითხე სად მიყავთ მეთქი ჯერ ეს უკანონობაა ჩემო გამის გაკეთება იმიტომ რომ თუ სახელმწიფო ტერიტორია რა არის რა ეს კანონით არ არის განსაზღვრული სახელმწიფო ტერიტორიაზე ნებისმიერ გასტერილებულ არააგრესიულ ძაღლს აქვს უფლება რომ იცხოვროს იმიტომ რომ სახელმწიფო საკუთრებაა ყველა ქუჩები, სკვერები, პარკები და ესე იგი რა გამოდის იქ ძაღლი არ უნდა იყოს აბა რა უყოთ იმ ძაღლებს სად წავიყვანოთ ხო ხო და რო ველაპარაკე სად გაკავთ მეთქი არა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით 3-დან 10 კილომეტრის რადიუსში გაკავს მოგდეთ მე ამაზე მეორეჯერ მიხდება ესე იგი გაკეთება ლაივის რომ ისეთი დებილების გუნდი როგორიც არის ბორა მაგალითად სადაც არიან გონებაჩლონგი შეზღუდული გონების ადამიანები რომლებსაც ერთხელ რო ვესაუბრებ ვერ გავაგებინე და მწერენ და ითხოვენ ახსნა განმარტებას გასაგებად გეუბნებით მეტი როგორ გითხრათ რას ვაკეთებ მე პირადად და როგორ ვიბრძვი აი ამ საწყალი ადამიანის ღალატით ქუჩაში აღმოჩენილი მიუსაფარი ცხოველების დასაცავად. როგორ გითხრათ? რანაირად გითხრათ? ქალბატონო ლანა, ან თქვენი სხვა გუნდის წევრებს, რომლებიც ესე იგი რა ვიცი მე, დამაბულნიკეს 1000 რაღაცებს მიწერენ იქ და რატო აკეთებთ ამას ვერ გავიგე, რა გითხრათ? სხვანაირად როგორ გითხრათ? და ან მე რატო მიშლით ხელს? აგიხსენეთ გითხარით ამ ორგანიზაციის სახელის მოგაწოდეთ ტელეფონის ნომერიც იცით რას აკეთებენ აგერ ახლა ქუთაისის აეროპორტთან ესე იგი გააფორმეს ხელშეკრულება მოიგეს ტენდერი საეჭვო ტენდერი გამოაცხადა ქუთაისის აეროპორტთან და ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია ავტოსადგომიდან შესასვლელი და იქ სადაც 300-მდე ძაღლი არის აი ამ ძაღლების გაყვანას აპირებს აი ეს უკანონო მართლა ბოროტი ორგანიზაცია ხო და ამას ყველაფერს აკეთებს ჩვენი ფულით აკეთებს ამ სიბოროტეს წარმოიდგინეთ გადასახადის გადაგვდევდა ფულით ჩვენი ანუ ბიუჯეტიდან ესე იგი იღებს ფულს იმისთვის რომ ეს სიბოროტე გააკეთოს ეს ქუჩის მიუსაფარი ძაღლი ქუთაისის აეროპორტის
მიმდებარე ტერიტორიებიდან მოიყვანოთ და გაიყვანონ. აქ ლაპარაკი არ არის აეროპორტის საფრენზოლზე. იქ აეროპორტის საფრენზოლზე ძაღლს რა უნდა კაცო? იქ ძაღლი არც არის და არ შეიძლება იქ იყოს. მაგაზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან. აი ზუსტად ისე წარმოიდგინეთ. თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან იქ ავტოსადგომია და გამხელა ტერიტორია აქვს, ხო? იქ რამდენი ძაღლია თბილისის აეროპორტში? თუ თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელობა იმ ძაღლებს აჭმევს, პრობლემა არ აქვს, რაღაცა გარკვეული პრობლემა კი იყო და იქ რო ჩავერიე მე, მოიხსნა უცებ ეს პრობლემა და არანაირი პრობლემა არ აქვს იქ მიუსაფა ცხოველებს, აჭმევენ კიდეც და ულიან და ყველაფერს აკეთებენ და ქუთაისის აეროპორტის დირექტორს მე სანამ არ ჩავდე პირში არ მივცემ, ხო? მანამდე ესე იგი, ხო, საშველი არ არის, თო და მე თქვენ რა გითხარით და რა მოგმართ, რა სათხოვარით მოგმართეთ, რომ მე იურიდიულად ვიბძვი და ყველანაირად ვიბძვი, ხო? განცხადებასაც ვაკეთებ, აგერ ეხლაც ვაკეთებ განცხადებას, იურისტები ჩემი ჩართული არიან, რომ ეს ორგანიზაცია გავაჩეროთ და თქვენ ესე იგი მე თქვას მარიგებთ კიდე, თურმე გავჩერდეთ, რატო უნდა გავჩერდე, გეკითხებით. აი ქალბატონო ლალა, თქვენ გეკითხებით. ამ ბორასევრებს გეკითხებით, რატო უნდა გავჩერდე? თვალები უნდა დავხუჭო, აი ქუთაისის აეროპორტის, აი ამ უმსგავსო საქციელზე და თვალები უნდა დავხუჭო, აი ამ ნაძირალა რაღაც ახალ შექმნილ ორგანიზაციის ესე იგი საქმიანობაზე, რომელიც მართლა უკანონო საქმიანობაში არის და გაყავს ცხოველები ქალაქიდან დასახლებული პუნქტიდან ყოველგვარი კანონის დარღვევით და უშვებს სადღაც უკაცრავ ადგილას და სასიკვდილოდ ესე იგი წირავს აი ამ ძაღლებს, ხო? აი ამის მერე მე თქვენ რა უნდა გიწოდოთ? ან ბორას რა უნდა უწოდო, ან თქვენ რა უნდა გიწოდოთ? თქვენ ხართ ცხოველთა დამცველებითო. ცხოველთა დამცველები ერთი ფარჩაკი საცოდავი ხალხი ხარ და საერთოდ არ დამენახო ჩემი სახელი აღარ ახსენოთ კაცო რა. აი ეს მინდა მეთქვა მოკლედ, და ჩემო კარგო, მე 23 წელია ვიბძვი, ჩემი ჯიბი, ჩემი ფულით, მე სახელმწიფოსაგან ერთი თეთრი არ მომიღია და არც არავის ავთო სახელმწიფოს დახმარებას, სხვა ვისაც აქვს სრული ნებისმიერ კერძოფილს შეუძლია დაეხმაროს ჩემ ორგანიზაციაზე, მიიღოს მონაწილეობა ამ კეთის საქმეში. მაგრამ ვინც მე წინ გადამეღობება აი ამ კეთის საქმეში და ხელს შემიშლის, ხო? იმას დედას უტირებდო და აი თქვენს ქალბატონო ანუ პირდაპირ გეუბნებით რა. ნუ გადამეღობები წინ. ან თუ გაქვთ პრეტენზია რომ ხართ მართლა ცხოველთა დამცველი და წესიერი ხართ აი ამ სფეროში კეთილი ინებეთ. მაშინ თქვენი კეთის ინდისერება დაანახეთ ხალხს, თუ არა და მე ფეხს მომიდებთ. გასაგებად გითხარით. და ერთმანეთის ლანძღვაზე გინებას კიდე შეეშვით ვიღაცები რაღაც გამოვარდება ეს სისულელები. თუ იცავთ, გააკეთეთ საქმე. აი ეს მინდა მეთქვა. აბა დროებით.